უკეთ ვარ, მადლობა ექიმებს, რომ მომიყვანეს ისევ აზრზე. კარგად ვარ უკვე, აღარ ვარ ისე ცუდად, მაგრამ რა თქმა უნდა, ღელავ იმაზე, რაც ხდება ახლა ჩვენს ქვეყანაში. ნენსი, აი მთელი დღის განმავლობაში რაც ხდებოდა თქვენ სახლში, იგივე ილიასთან ისაკო დევიძეც ვიცით რომ გადაიყვანეს განყოფილებაში და აი მთელი ერთდღიანი აი ეს ერთგვარი სპეცოპერაცია რაც მოაწყო ქართული ოცნების აი ამ ეგრეთ წოდებულმა პოლიციამ და სამართალდამცველებმა. რას ფიქრობთ, რა არის ეს, რით არის გამოწვეული უკვე ეს ფაზა, ეს ეტაპი, რაც დღეს ვნახეთ, უკავშირდება თუ არა თქვენი აზრით ხვალინდელ აქციას, როცა დაანონსებულია მაგისტრალის გადაკეტვა, ჩვენ ვნახეთ შსს-ს განცხადება, ვნახეთ რომ კრიმინალი გახდა გზის გადაკეტვა უკვე და აფრთხილებენ ისინი წინასწარ აქციის მონაწილეებს, რომ ეს არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული. უკავშირებთ ამ ყველაფერს? კი ბატონო, რა თქმა უნდა, მაგას ვუკავშირებ პირველ რიგში და ვუკავშირებ უკვე მათ უსუსურობას. აქამდე რაღაცნაირად მეგონა, რომ შეიძლება რაღაცა არ არიან ისე ცუდად და რაღაც თითქოს გვაჩვენებდნენ, რომ ისე ძალიანაც არ ეშინიათ მშვიდობიანი მოქალაქეების და ადამიანების, მაგრამ ახლა ჩანს უკვე, რომ ეს არის უსუსურობის გამოძახილი, იმიტომ რომ მე ადამიანს, რომელსაც არაფერი არ დაუშავებია და ყოველთვის დგავარ და ჩემს უფლებას ვიყენებ და ვაპროტესტებ და მხოლოდ ის, რომ ჩვენს ჯგუფში დაიდო ანონსი აქციის, ეს არის მიზეზი იმის, რომ შემომივარდნენ სახლში, მე ვერ დავუძახებ მაგას ვერც შემოსვლას და კანონთან არანაირ კავშირში არ იყო ის, რაც ჩემს სახლში ხდებოდა დღეს, შემომივარდნენ სახლში. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ძალიან ეშინიათ ადამიანების, რომლის პროტესტიც არ ჩამქრალა და არ ჩაქრება არასდროს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ასეთ რაღაცებს აკეთებენ. არ ვიცი მე რა ქვეყნის მოდელით ხელმძღვანელობენ და რატო გონიათ, რომ მაინც და მაინც ქართველებს გვერგება ეგ მოდელი, მაგრამ ვურჩევ, რომ საქართველოს ისტორია წაიკითხონ და მერე იპოვიან პასუხებს. რატომაც არ მოქმედებს ჩვენზე ეს ყველაფერი. ნენსი, კითხავთ, მოკლედ ვნახეთ ნივთები, რომელიც პოლიციამ ამოიღო, ეს იყო პლედები ევროკავშირის დროშით, მათ შორის ევროკავშირის დროშები ილოს სახლიდან. უფრო მეტი გითხარით, რა წაიღო პოლიციამ? ნუ ვნახეთ და მეც გეთანხმებით აბსოლუტურად, რომ ეს არ არის შესვლა ჩხრეკისთვის, ეს არის შევარდნა ცალსახად. ყოველ შემთხვევაში ასევე კადრებში ჩანდა, რომ ჩხრეკის დასრულების შემდეგ, მას შემდეგ რაც დალუქეს წასაღები ნივთები, კიდევ შიგნით დარჩნენ პოლიციელები. ესეც გითხარით, რატომ? თუ გაარკვიეთ, რა უნდათ კერძო საკუთრებაში იმ დროის განმავლობაში და რა არის ნივთები თქვენი სახლიდან ამოღებული? ჩემი სახლიდან წაიღეს, რა თქმა უნდა, ჩემი პირადი ტექნიკა, ჩემი ტელეფონი, ჩემი iPad-ი, კომპიუტერი, წაიღეს ბაბუა ჩემის ნაჩუქარი 60-იანი წლების კამერა, ზენიტი და კვარცი, რომელიც წარმოდგენა არ მაქვს ისთვის სჭირდებათ. წაიღეს 7 პლედი, რომელსაც ევროკავშირის ვარსკვლავები ჰქონდა უბრალოდ. და წაიღეს კამერა, რომელიც ჩვეულებრივი სახლის კამერა, რომელსაც ვიყენებ ხოლმე იმისთვის, რომ ჩემი კატები ვიცოდე, რას აკეთებენ სახლში, როცა მე სამსახურში ვარ ანგარებთან. თქვენს კატებსაც ვინერვიულებთ დღეს ყველა თქვენთან ერთად, იმიტომ რომ როცა ეს პოლიციელი ჩადგა კარში და არც და კარის დახურვის საშუალებას აძლევდა თქვენს ადვოკატს და თქვენ ცუდად იყავით და აი მართლა რაღაცა საოცარი სცენა იყო, სასტრაფო იყო მოსული და ამ დროს კატებს ზერო ნერვიულობდით და ამ პოლიციელებს არ ვიცი არც კატები, არც ადამიანები საერთოდ არაფერი არ ადარდებდათ და ამაზე მინდა გკითხოთ, ნენსი, თქვენი ადვოკატი წყვებოდა ამ ლაივის დროს და თქვენც ამბობდით ამას, რომ პოლიციელი, რომელიც მოვიდა თქვენთან და გეუბნებოდათ, რომ უпростоრად თქვენ მოყევით, რას გეუბნებოდათ, ანუ უნდა გაყოლოდით განყოფილებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უშნოდ მოიქცეოდნენ, თუ აი რა გითხრათ და რა კონტექსტი იყო, ანუ რას უკავშირებთ ამ ყველაფერს? აქვე იმასაც ვიტყვი, რატომ გავხდით ცუდად. სწორად აღნიშნეთ, პირველი მიზეზი ეგეც იყო, რომ მეშინოდა, რომ ჩემი კატები სახლიდან გაიქცეოდნენ, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასები არიან. და მეორე მიზეზი იყო ის, რომ ჩხრეკის დასრულების დროს
უკვე როცა წავიდნენ პოლიციელები ვინც ჭხრეკდნენ ჩემს სახლს, რატომღაც სახლში შემოვარდა, ისევ შემოვარდა და არ შემოსულა, შემოვარდა ორი ადამიანი, ერთს თითქოს ეცვა ფორმა არ მახსოვს, მეორეს არ ეცვა ფორმა, ჩვეულებრივ სამოქალაქო ტანსაცმელში შემოვარდა ადამიანი და მეუბნებოდა რომ ჩემთან უნდა გასაუბრება ცალკე. და ამ ყველაფერს დედაჩემი იღებდა ტელეფონით, სახლში იყო, იღებდა ტელეფონით და ეს რო დაინახა, დედაჩემს ეცა ორი ადამიანი დააგდეს ძირს და ეჯაჯგურებოდნენ და ართმევდნენ ტელეფონს. აქვე დავდივარ რომ ამისთვის აუცილებლად დაისჯებიან და ეს იყო მიზეზი, რატომაც გავხდით ცუდად, იმიტომ რომ ჩემთვის ჩემი ოჯახის წევრები და ჩემი კატებიც ასევე ჩემი ოჯახის წევრები არიან ჩემთვის ყველაზე ძვირფასები. მე არ მაქვს პრობლემა, რაც უნდათ გააკეთონ, მაგრამ ჩემს ოჯახს არ უნდა შეეხონ და ისინი შეეხნენ დედაჩემს. ამის გამო გავხდით ცუდად და ვიყავი უსუსური, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, როცა ვუყურებდი იმას დედაჩემს როგორ შეეხო ორი ამხელა ადამიანი კაცი. შემდეგ რადგან დავინახე რომ ესეთი სიტუაცია იყო, ცოტა გავხდით ცუდად, უკვე მეწყებოდა პანიკის შეტევა და მე მაქვს ფსიქოლოგიური პრობლემები და სტრესულ მდგომარეობაში ხანდახან ცუდად ხდები და ამ სცენაზე როცა დედაჩემს ეჯაჯგურებოდნენ და გავხდით ცუდად. მაგრამ მე დავთანხმდი ამ ადამიანს რომ გავსაუბრებოდი, იმიტომ რომ მინდოდა რომ დასრულებულიყო ეს ყველაფერი და იქნებ რამენაირად დაენებებინა თავი ჩვენთვის, გამიყვანა და მითხრა რომ უნდა გავყვე განყოფილებაში. და მე და ჩემმა ადვოკატმა რა თქმა უნდა უარი განვაცხადეთ ამაზე და მითხრა სანამ ადვოკატი მოვიდოდა იქამდე მეუბნებოდა ეს ადამიანი რომ ჯობია წამოდი, არ მინდა ეხლა აქ რაღაცა უშნო რაღაცეები რომ გავაკეთოთო. არ ვიცი რას გულისხმობდა ამაში. კიდევ არის ის პრობლემა, რომ როცა ეს ორი ადამიანი შემოვარდა, ჩვენ სახლი აღარ გქონდა კონტროლზე და წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდებოდა სახლში, ვინსაც შევიდა და რა გააკეთა, ესეც იყო რა თქმა უნდა კანონდარღვევა. და ამ ყველაფრის გამო მე გავხდით ცუდად და ამიტომ დამჭირდა სასწრაფო. ნენსი, კითხავ კიდევ თუ შეგეხმიანენ მას შემდეგ რაც გავიდნენ ასე ვთქვათ შენი სახლიდან ხო არ ყოფილა რაიმე სახის კომუნიკაცია ხვალ ვთქვათ გამოკითხვა ან რაღაცა მსგავსი, იმიტომ რომ ფაქტია რომ შენ კითხვები უნდა დაგისვან ხო სახლში შემოვარდნენ, სახლი არიეს, ნივთები წაიღეს. აი რამე კომუნიკაცია იყო მას შემდეგ? დიახ, ჩემთან არ ქონიათ კომუნიკაცია, მაგრამ დედაჩემს როცა წაართვეს ტელეფონი და 1 საათის მანძილზე არ აძლევდნენ, დედაჩემმა დარეკა ორჯერ საფატრულოში და ერთხელ გენინსპექციის ხელხაზზე და გამოიძახა ეკიპაჟი, იმიტომ რომ ეს იყო ჩვეულებრივი ყაჩაღობა და ვალდებულები იყვნენ რომ მოსულიყვნენ. თუმცა არავინ არ მოსულა იმ მომენტში და ახლა დაურეკეს დედაჩემს ამ кейსზე. დეტალები არ ვიცი ჭერჭერობით, მაგრამ მხოლოდ ეს ტელეფონი ნენსი, აი ეს საინტერესოა დაუბრუნეს უკვე ეს ტელეფონი დედა თქვენ. დიახ, ტელეფონი დაუბრუნეს და მათ ჭირდებოდათ ეს ტელეფონი იმისთვის რომ წაეშალათ ის ვიდეო, სადაც როცა ეს ადამიანი შემოვარდა და დედაჩემი უღებდა. შესაბამისად ვიდეო უკვე ყველგან დევს და აუცილებლად ნახავს ყველა ამას, როგორ ექცევიან ადამიანებს, თუმცა სამოქალაქო ფორმას ჩაცმული ადამიანები. დიახ. და ბოლოს ნენსი, რა გაგრძელებას ელოდებით ზოგადად აი ამ საქმის თქვენი ილოს იქნება თუ ეს სხვა აქტივისტების, ვისაც დღეს დაერია ასე ეს პოლიცია და რა გაგრძელებას ელოდებით ზოგადად? რა თქმა უნდა გააგრძელებენ ისევ იგივეს და ეცდებიან რაღაც დამნაშავეები იპოვონ რაში ოღონდ არ ვიცი როცა არავინ არ არღვევს კანონს რაზე ეძებენ დამნაშავეებს ვხვდები, მაგრამ ალბათ გააგრძელებენ ამ სამართალ წარმოებებს და რავი ეცდებიან რომ რაღაცნაირად შეგვიტყუონ და გამოგკეტონ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ქართულ ოცნებას ეშინიათ ხმამაღალი ადამიანების და იმ ადამიანების ვინც იცავს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას და ვინც ყოველთვის საუბრობს სიმართლეს მათგან განსხვავებით. თქვენ ნამდვილად არ გეშინიათ? არა, არ მეშინია ნამდვილად და აქციაზეც გავალ და ისევ გავაგრძელებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი, ეს არაერთხელ მithქვამს და იქაც დავუფიქსირე, რომ მე ისევ ისეთი ვიქნები, როგორც აქამდე ვიყავი და ისევ იგივენაირად გავაგრძელებ იქამდე, სანამ არ დავინახავ, რომ ჩემი ქვეყანა დაუბრუნდა ისევ იმ რელსებს, რომელზეც უნდა იყო.